თუ მართლა გინდა რომ სამუდამოდ მოიშორო მთელი შენი ზედმეტი კილოგრამები, ბოლომდე მისმინე დამიჯერე, მსგავს თემებზე არავინ და არსად არ გესაუბრებათ, ამიტომ დღეს განვიხილოთ, რატომ თითქმის ვერავინ ვერ იკლებს წონაში, ანუ 99% ადამიანი იმიტომ ვერ მეტი საკუთარ მიზნამდე, რომ იმ 4 შეცდომიდან, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, ერთ-ერთს მაინც უშვებთ. ჩემი პირადი შედეგი არის -60 კილოგრამი, ანუ 152 კილოგრამზე მეტი ვიყავი თავის დროზე და მოვახერხე რომ 60 კილოგრამი დავიკელი. ჩემმა მეუღლემ მაიკომ დაიკლო 70 კილოგრამი, უკვე 7 წელია ამ სფეროში ვართ, ათასობით ადამიანს ვეხმარებით და ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მილიონ ადამიანს მაინც და ამიტომ მოდი დღეს დავიწყოთ აი ამ საკითხის განხილვა. ესე იგი, პირველი და მთავარი შეცდომა მე თუ მკითხავ არის ის, რომ ჩვენ ვიწყებთ რაღაცა ექსტრემალურ დიეტებს და რაღაცა მკაცრ დიეტებს, მოკლედ ვთქვათ, რომ სწრაფად დავიკლოთ წონაში, ანუ ძირითადად რაღაცა ერთი ან ორი სახეობის პროდუქტს ვირჩევთ ხოლმე და იმის ჭამას ვიწყებთ. ანუ დამეხმარეთ, ავაი კომენტარების დაწერა შეგიძლიათ აქ და დაწერეთ კომენტარებში რისი დიეტა გაგიგიათ, ანუ კაცრი დიეტა, როცა რაღაცა ერთი ან ორი პროდუქტი ჭამ. მე მაგალითად რა გამიკეთებია? გამიკეთებია მაწვნის დიეტა, ანუ გამომირიცხავს ყველაფერი, დღეები, კვირები და თვეებიც კი მიჭამიან მხოლოდ მაწვნი. გამიგია ასევე გამიკეთებია კიდევაც ციციბურას, ანუ გრეჩიხის დიეტა, მარტო გრეჩიხავს ჭამდი, კიტრის დიეტა გამიგია, კიდე რა გამიგია. სოსისის დიეტა გამიგია, თქვენ წარმოვიდგინეთ ყველაზე არაჯანსაღი სოსისისგან დიეტა შექმნეს, ანუ შერისი დიეტები გაგიგია. ეს ძალიან ცუდია. მოდი განვიხილოთ რატომ. ძირითადად ყველა ეს მკაცრი დიეტა არის დროებითი დიეტა, ანუ ჩვენ ვიწყებთ იმისთვის, რომ ერთი თვე, ორი კვირა, კიდაც ორი თვე გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მე ისევ დავბრუნდეთ იმ რეჟიმში, რასაც ვაკეთებდით და ისევ მოვიმატებთ, ანუ ხოლმე ლოგიკურია, თუ ორი თვე იკვებები რაღაც სუბუქად, ორი თვე იქნები სუბუქად და მე ისევ მოვიმატებ. ამიტომ არ გინდა რა ეს დროებითი შედეგია. თან კიდე ძალიან ბევრი საჭირო ელემენტი არის, რაც გაკლდება ამ დროს. ანუ შენ მარტო ერთი პროდუქტით ყველაფერს ვერ შეივსებ, ხო რამდენი რამე გჭირდება იქ, ცილები გჭირდება, ნახშირწყლები გჭირდება, უჯრედისი გჭირდება, ვიტამინები, მინერალები ვერ შეივსებ, გამოიფიტები, კანი დაგიზიანდება, მეტაბოლიზმი შენელდება, ანუ შენი ნივთიერებათა ცვლა, საჭირო ელემენტებს თუ ვერ იღებს, ის მომავალში ნელა იმუშავებს უფრო და შესაბამისად არ გაგიკვირდეს, რომ დიეტის მერე ორმაგად ვიმატებთ ხოლმე, აბა გავიგოთ ახლა გულწრფელი ვინ არის, აბა ჩვენს გამომწერებში გულწრფელი იყავი მაქსიმალურად, შენ რამდენჯერ გაგიკეთებია ეს რაღაცა კაცრი დიეტები და რაც შეზღუდვები და რამდენჯერ მეტი მოგიმატია მე. დაგიკლია თქვა 10 კილო, მოგიმატებია 12 კილო. შენც ხომ მოგცვლი ასე, გულწრფელი იყავი, ამიტომ რაღაცა ძალიან კაცრი დიეტები საჭირო არ არის. ეხლა ერთ მაგარ ამბავსაც მოგიყვებით. ერთ-ერთი ახალი კლიენტია ჩვენი და რომ მოვიდა, დავიწყეთ კვების პროგრამის შედგენა, ესე თვალებ გაფართოებული მიყურებდა, რომ აი ამდენი უნდა ვჭამო და ამით დავიკლებო და მე რა თქმა უნდა, ეხლა ჩემი საქმე ეს არის, აუხსენი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმმა საკვები ელემენტები მიიღოს, არ გამოიფიტოს, კვების უნარჩვევებზე ვიმუშაოთ და აი ამგო გითხრა რომ კეფირს ვსვავდიო თვეობითო და ვერ ვიკლებდიო და ამდენი ჭამით არ ამგონია გავხდო და მოდი მეთქი ერთი თვე დავიჯერე, გავაკეთოთ ეს ყველაფერი ერთი თვე ერთად და აი შოქში იყო ადამიანი, წარმოვიდგინე, შიმშილით ვერ იკლებდა და დაბალანსებული, კაი ჭამასით შეძლო დაკლება. ამიტომ არ არის რა საჭირო კაცრი დიეტები და რაღაცა ექსტრემში გადავარდნა. ეს არ გამოგივა დიდხანს. ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა და ბოლოს ისე იქნები, რომ ყველაფერს შეჭამ ერთიანად, ანუ გამხეცებულ მადამდე მიიყვა შენ თავს მეტაბოლიზმი ისე გამოიფიტება. ამას არ გირჩევ. მეორე გავრცელებული შეცდომა, ნუ პირველი განვიხილეთ, ეს არის კაცრი დიეტა, გვინდა სწრაფად მოვიშოროთ წონა. მეორე არის ვეცებთ ჯადოსნურ ცხიმწველ კოქტეილებს. დღეს სავსეა ინტერნეტი, აი გახდომა და დიეტა რო ჩაწერო, პირველი რას ამოგიგდებს? ჯადოსნური სასმელი, რომელიც გააქრობ შენს ცხიმს. ისა კიდე დალიევს ხოლოდ 10 დღე და საკუთარ თავს ვეღარ იცნობ და რამდენი სასაცილო სათაურებია კომენტარებში თუ რამე გახსენდება, დაწერე, ხო? არ დაგავიწყდეს, გააზიარეს სხვათა შორის ეს ვიდეო, ჯერ მეორე, ასე ვთქვათ, შეცდომაზე გადავედით და ყველას ჭირდება. თან ახლა გაზაფხული დაიწყო, გახდომის სეზონია, ზაფხულისთვის ემზადება ხალხი და თავს იღუპავენ ამ შეცდომების გამო და ერთად დავეხმაროთ მათ. გააზიარე ეს ვიდეო. რაც ხიმწველი კოქტეილები გამიკეთებია და გამიგია, აი მაგალითად ძალიან მოდაში იყო მე როცა 152 კილოგრამს ვიწონიდი, უნდა აგერია ერთმანეთში თუ სწორედ მახსოვს, კეფირი, ყავა, ცოტა
პილპილი და რაღაცა მოკლედ ნივთიერებები ერთმანეთში და გადაგერია, ამას სვავდი და ხდებოდი. კიდე მე მოდაში იყო იმბირი, ანუ კოჭას რო ეძახიან, რაღაცა ლიმონი, ვაშლის ძმარი და ასე შემდეგ, ანუ ჯადოსნური კოქტეილები და ჩვენ გონია რომ შევჭამთ ხაჭაპურებს, ვაფლებს მივაყოლებთ, ფურთუშებს, რაღაცებს და ამ სასმელს დავავლევთ ეს ჩვენ კუჩი ჩავაიჩხუბებენ ერთმანეთში ეს კალორიები და დავამარცხებთ, ხო? ანუ ჩვენ როგორ ვართ იცი მოწყობილი მარტივ გამოსავალს ვეძებთ, რომ არ გვინდა რომ ძალიან რაღაცა გაგვიჭირდეს, გვინდა რომ რაღაც მარტივად გავაკეთოთ და შესაბამისად ვაკეთებთ ხოლმე ზუსტად ამას, რომ აი გასახდომი კოქტეილები, ცხიმწველი პროდუქტები, გრეიპფრუტის წვენები, რაღაცა იმბირები, ვაშლის მარი, ხარის ძირა და ასე შემდეგ. ექსპერიმენტს ნუ ჩაატარებ, შენ თუ კვებას არ დააბალანსებ, ათასობით ადამიანზეა გამოცდილი, მეც გამოცდილი მაქვს და ძალიან ბევრ ასე თქვა თქვენს გარშემოც ახლობლებსაც ალბათ. ეს შედეგს არ იძლევა არც ერთ ვარიანტში ვერ მიხვალ სასურველ შედეგამდე. მესამე შეცდომა, რასაც ჩვენ ხშირად უშვებთ, იმ იმედით რომ მოვიშოროთ ეს ცხიმები, არის ის, რომ არ გვინდა დავხარჯოთ ძალისხმევა, რაღაცა მარტივ და კომფორტულ გამოსავალს ვეძებთ. ეს რას ნიშნავს? ანუ გასახდომი მასაჟორები, ქამრები გასახდომი, სამაჯურებიც კი არსებობს გასახდომი, კიდე სტიკერები დასაკრავი, ანუ ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცა პროდუქტი მოვყიდონ და დაგვაჯერო, რომ მარტივად დავდებ შედეგს, იმიტომ რომ მარკეტოლოგებმა იციან რა ჩვენი ტვინი როგორ მუშაობს. შენ აქედა რამე თუ გაქვს სახში და გამოგიცდია, გუწფელად ვისაუბროთ, ხო კომენტარებში დაწერე რა გამოგიცდია, რა შედეგი მოუწია. მე მქონია მასაჟორები, მქონია ასე ვთქვათ, ქამრები, ერთ სასაცილო ამბავსაც მოგიყვებით, რომელიც ჩემმა კლიენტმა მომიყვა, რომ სანამ შენს ვიდეოებს გავეცნობოდიო, მეც ჯეროდაო რა, წარმოიდგინე, ლევანი ქვია ამბის და ესე ვიკეთებდიო მუცელზე ამ ხამარსო, გადავკეცავდი ლობიანი არის ჩემი საყვარელი საჭმელიო, გადავკეცავდი ლობიანსო, დავჭამდი ამ ლობიანს და მეგონა რომ ხდებოდიო. ჩვენ გვაჯერებენ იმას, რომ შეგვიძლიაო ჭამოთ რაც გვინდა, უბრალოდ რაღაცა მასაჟს გააკეთებს ვიბრაციებს და ცხიმს დავწყავს, ან რაღაცა სტიკერს დაიკრავ და ეს ისეთ რაღაცებს შეიცავს, რომ მეტაბოლიზმს არ გიჩქარებს, რაღაც სამაჯურს გაიკეთებ და თვარის ენერგიები შენზე იმოქმედებს და კიდე რაღაც ახლა ვიდეოში ვხდა ასეთი, რომ თითი ესე გააკეთეო, რაღაც სპეციალური ქვა უნდა გედოს ჯიბეში მაგ დროს და რაც არ უნდა ჭამო, აღარ შეგერგებაო. მოკლედ ჩვენ ვაჯერებენ ამას და მე ვიხდით ფუთ, მეც არ მიყვიც, მეც ხარჯავდი ძალიან დიდი რაოდენობით ფუთ ამ ყველაფერში და ვიხდიდი, ამიტომ არ არის ეს გასაკვირი. შენც თუ დაგიხარჯი ამაში ფული, სირცხვილი არ არის, კომენტარებში დაწერე, მეც მასე ვიყავი, ხო? მეოთხე და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული შეცდომა რის გამოც 90% ვერ იკლებს წონაში არის ის, რომ ჩქარობთ და არარეალურ მიზნებს ვისახავთ. ანუ გვიდა მაგალითად ერთ თვეში არის ვიღაცის ქორწილი ან დაბადებისკენ ზაფხული მოდის, ზღვის სეზონი და გვინდა რომ 15-20 კილო მოვიშოროთ ერთ თვეში. სწრაფად გვინდა წავიდეს ეს ყველაფერი დღეში სამჯერ ვიწონებით, ყოველ დღე უფრო ვამცირებთ კალორიებს. შენც ხო ყოფილიყარ ასე რომ აი ერთი დღე დადექი სასწორზე 100 გრამი დაიკელი, ვცდილობ კიდე უფრო ნაკლები ჭამო, ნაკლები რო უფრო დაიკლო და ბოლოს მადა ისე გაგიფხეცდება, ვერაფერს ვეღარ გაკაჩავ. ამიტომ რეალური მიზანი დაისახე. შენთვის რეალური მიზანია შენი კვების რაციონი გააჯანსაღო, ძელვადიანად კვების უნარჩვევებზე იმუშაო და მოხვიდე შენ საოცნებო ფორმაში. ყოველ დღე გახდე უფრო ენერგიული, უფრო კაი ფორმაში იყო, უფრო მიზანშემართული იყო, უფრო რაღაცნაირად წარმატებისკენ მიზანსწრაფული იყო და რაც თავარია, ბედნიერი იყო და სუბუქი იყო. ხო, ანუ შენ ეს შეგიძლია. სხვათა შორის თუ გაინტერესებს კონკრეტულად პირველი ნაბიჯები, რაც უნდა მართლა დაიწყო, თუ ეს ცხიმის დანგრევა გინდა ასე თქვათ, გადადით ჩემი წინა ლაივი იყო, ესე აწერია სათაურად 4 რჩევა მათთვის, ვისაც გახდომა უნდა. უყურე აუცილებლად ბოლომდე ამ ვიდეოს. ასევე ეხლა გაზაფხულთან დაკავშირებით ეხლა დაიწყო ხო გაზაფხული, მარტი მოვიდა, ყველაზე ესეთი ცვლილებები შემოყანითვე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კაი შეთავაზებები გვაქვს თქვენთვის, პირადშიც მოგწერეთ და დაიმახსოვრეთ. ჯადოსნური ჯოხები არ არსებობს. სიჩქარე უპავს, რაღაც ძალისხმევის გარეშე დიდი შედეგი არ მიიღწევა. ნახე, სერიოზული მიზანს ჭირდება სერიოზული მიდგომა. მიუდექი სერიოზულად შენს ცხოვრებას, შენს გასაკეთებელ შესაძლებლად არავინ არ გააკეთებს და მოკლედ ჯერა რომ ყველაფერი გამოგივა. გააზიარე ეს ვიდეო, რომ ყველა მიცოდეს გამოსავალი.